ეს გული რომ დავხატე, მე ვიფიქრე რომ ეს ხო სიყვარულია. მაგრამ სიყვარული ჯვრის გარეშე, ჯვარცმის გარეშე არ არსებობს. სიყვარული იგივე ჯვარცმა. ნახეთ, ქრისტემ რო უყვარვართ, რითი გამოავლინა ეს სიყვარული? ჩვენთვის ჯვარს ეცა. და წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ესეთ რამეს ამბობს. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცა ჩვენთვისო და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტე ღმერთისთვისო და თქვენ თუ საქართველოს ისტორიას კარგად გადახედავთ, წაიკითხავთ, ბევრ მაგალითებს აღმოაჩენთ საიმისოთ, რომ როგორ ეცვა ქართველი ადამიანი ჯვარს ქრისტესთვის, როგორ შეწირა თავი ქრისტესთვის. გესმით? აი, ჩვენ რომ მაგალითად მულტფილმებს უყურებთ, ფილმებს უყურებთ ჰოლივუდის და იქ გმირები ყავთ რაღაცა. ის გმირები არის ძირითადად გამოგონილი გმირები. თითოეულა რეალურ ისტორიაზეც არის თავისთავად, მაგრამ თქვენ თუ საქართველოს ისტორიას წაიკითხავთ, ნამდვილ გმირებს ნახავთ. როგორ გმირებს, იცით, რომ ზედაც აღარ მოგინდება შეხედო იმ გამოგონილ გმირებს, იმიტომ რეალურად რაც მოხდა, აი გმირები ვინ არის. აი ტაძარში წმინდა იოთამ ზედგენიძეზე მოგიყევით, მეფისათვის თავი რომ გაწირა, მეფის საწოლში ჩაწვა. წარმოიდგინეთ, რომ იცოდე, რომ უეჭველად შემოვა ვიღაცა ღამე და მოგკლავს და მაინც რომ მიდიხარ და წვები იმ საწოლში. არ არის გმირობა? აი ეგ არის გმირობა. ის გამოგონილი გმირები კი არა. ამიტომ აი ჩვენ უნდა შევიყვაროთ ის გმირები. იცი რატო უნდა შევიყვაროთ? ჩვენ თუ შევიყვარეთ ის გმირები, ნამდვილი ქართველი გმირები, ჩვენ ნელ-ნელა მათ დავემსგავსებით. ჩვენ მოგვინდება რომ მივბაძოთ. მოგვინდება რომ ესე იგი მათნაირად რაღაც გავაკეთოთ. აი ცოტნე დადიანი მაგალითად. გახსოვთ ცოტნე დადიანი თავისი ძმებისთვის თაფლი რო წაისვა და მზის გულზე რო დაჯდა, ხო გახსოვთ? აი როგორ არ შეგიყვარდება მაგას რომ მოისმე და მაგას რომ წაიკითხავ. შეგიყვარდება, მერე მოგინდება რომ მიბაძო. და რაც უფრო მეტად მიბაძა, მით უფრო შენს ნელ-ნელა გმირობისკენ წახვალ. აი ამაშია საქმე.